დილოვშვიდობის მოგესალმებით ყველას. დღევანდელ ჩართვაში წინა ჩართვაში მიმოვიხილოთ ნიკია კონსტანტინოპოლის პირველ მეორე კრება და არსებული წმინდანები კონსტანტინე დიდიდან წმინდანა ჩერაცხული იმპერატორები, იმპერატრიცები და დიდი მამები ბასილი დიდი, გრიგოლ ღვთისმეტყველი, ივანე ოქროპირი ვისაუბროთ. და ახლა საერთოდ დავიწყოთ ტრინიტოლოგია და მარიოლოგიაზე და შემდეგ წმინდანებზე ვისაუბროთ. ქრისტიანებისთვის ვისაც ჩვენ ვადიდებთ, ყოვლად წმინდად მოიხსენიება მხოლოდ ყოლაწმინდა სამება და ყოლაწმინდა ღვთისმშობელი. გამჩენ წმინდან არც ერთი არ არსებობს, არც ერთი წმინდან, რომელიც მოიხსენიება ყოლაწმინდად, გარდა ყოლაწმინდისა სამებისა და გარდა ყოლაწმინდისა ღვთისმშობლისა. ეხლა იმდენად რამდენადაც ქრისტოლოგიასა და მარიოლოგიაზე გვაქვს საუბარი, ტრინიტოლოგიაზე და მარიოლოგიაზე გვაქვს საუბარი. ვაბობთ იმას, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, ყოვლადწმინდა სამება და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი. სხვა არც ერთი წმინდანი ყოვლადწმინდათი არ მოიხსენიება და რა თქმა უნდა, როგორც წმინდა სამების განუყოფელი და თანასწორი იპოსტასი იესო ქრისტე, რა თქმა უნდა, ყოვლადწმინდა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი უცხო იყო ცოდვისაგან, ცოდვა უცხო იყო მისთვის და ამიტომაც ტროპარში მოუხსენებთ ასე აღმატებული ყველა სერაფიმებზე და ქერაფიმებზე და უზესთა ესი. და რაც შეეხება დანარჩენ წმინდანებს, უნდა არიან წმინდა მოწამენი, წმინდა აღსარებელნი და ბიბლიური წმინდანები, წინასწარმეტყველები და შემდეგ მოციქულნი. გამომდინარე ფსალმუნის სიტყვებიდან არ არის კაცი, რომელიც ცხონდეს და არ ასწოდოს. 105 ფსალმუნია, თუ არ ვცდები. თუ 103. მაგას ძირეულ მნიშვნელობა არ აქვს, დავითის ფსალმუნის სიტყვები არ არის კაცი, რომელიც ცხონდეს და არ ასწოდოს. აქედან გამომდინარე, არანაირი ვარაუდი ჩვეულებრივად მოსე შეცდა აბრაამი, თავიდან აბრაამი იყო, აბრაამი მამა ოჯახისა და ისააკის შემდეგ, ისააკის შობის შემდეგ აბრაამი იქცა აბრაამად და მამა მრავალთა მოდგმათა, ყოველთა მოდგმათა. საული პავლედ იქცა და ანუ ყველა წმინდანი რაღაც გარკვეულ პერიოდების განმავლობაში რაღაც გარკვეულ შეცდომები ჰქონდა ყველა წმინდანს. მათ შორის აბრაამსაც, როცა თავისი ნებით აპირებდა რაღაცებს გადაწყვეტას და ბოლოს მისი რწმენის აბსოლუტური სიმტკიცე ისააკის მსხვერპლად მიყვანამ დაამტკიცა და დაადასტურა, რომ სრულად ენდობოდა უფალს და რისი თქმა მინდა აქ, რომ ხშირად ვციტირებთ ხოლმე წმინდა მამებით და ერთი რამე
გრჩება ხოლმე მხედველობიდან, რომ არც ერთი წმინდა მამა განუწყვეტელი სულიწმიდის ზემოქმედების ქვეშ არ ყოფილა, არც ის დიდი ეკლესიის ბურჯი მამები, ბასილი დიდი გრიგოლი ღვთისმეტყველი, ივანე ოქროპირი, მანამდე კიდე ირინეოს ლიონელი, აგერ ზუსტად პოსტ ნიკია კონსტანტინოპოლის ეპოქაში მაცხოვრებელი სვიმეონ მესვეტე შეცდა, როცა მას ბოროტისული გამოეცხადა ღვთის ანგელოზის სახით და ჩვენ როცა ვციტირებთ ამ მამებს, მთავარი სიბრძნე მდგომარეობს იმაში, რომ დაავიჭიროთ ის არ გამოგვეპაროს მხედველობიდან ის მომენტი, რამდენად სულიწმიდის ზემოქმედების ქვეშ ლაპარაკობდა ეს მამა, ვმეორდები განუწყვეტელი სულიწმიდის ზემოქმედების ქვეშ არც ერთი წმინდანი არ ყოფილა და როგორც თავში აღნიშნე, ყოვლად წმინდად მოიხსენება მხოლოდ ყოვლადწმინდა სამება და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი. დანარჩენი ეს იმის ნიშანია, რომ კიდევ მეორეც ვმეორდები. განუწყვეტელი სულიწმიდის ზემოქმედების ქვეშ არც ერთი წმინდა მამა და წმინდა დედა არ ყოფილა. ასე რომ ყოვლად უფალმა მოგუმადლოს იმის გარჩევის უნარი, რომ სწორ კონტექსტში და სწორად ვაწარმოოთ წმინდა მამების ციტირება. დღეს ჯერ გვიანი დილის პერიოდია, ყველა საუკეთესო დღეს გისურვებთ, თვალმა დაგლოცოთ. მომიხსენეთ, ლოცვებში კარგად.